მოგესალმებით, თითოეულ თქვენთან ყავს უღმესი მადლობა იმისთვის, რომ გამოწერილეთ ჩემი არხი, იმისთვის, რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ, ვინც არ მიცნობს გაგაცნობით, მე ვარ კატო. დღეს მინდა გავაკეთო გააშლა პარტნიორულ ურთიერთობასთან მიმართებაში, მისი ფიქრი გრძნობა მოქმედება თქვენთან მიმართებაში და ნახოთ, ვინ მოვა სასაუბროთ, როგორი ურთიერთობა მოვა და იმის მიხედვით მოიცნობთ თქვენია თუ არა გაშლა. მოკლედ, დავიწყოთ პარტნიორი, ვინ მოვიდა. ადამიანი ახლა ამ ეტაპზე რატომ ყავს თვლის, რომ უნდა იყოს ჩაკეტილი თავის პირად სივრცეში, თავის რაღაცა განხილვებში, თავის ემოციებში, თითქოს თავს გარიდებთ ეს ადამიანი, რატომ ყავს, იმიტომ რომ შეიძლება ითქვას თვითონაც ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული რა უნდა და სად უნდა. მეორეს მხრივ ეს არის თითქოს რაღაც ისეთი მომენტი, როდესაც ადამიანი ცდილობს რომ გაერკვეს ზუსტად ემოციებში, ანუ რა ემოციები აქვს რეალურად, როგორი მომენტია ცით, რომ ადამიანი როდესაც ფიქრობს და აანალიზებს იმას, რომ შეიძლება ითქვას, რომ ეხლა მიხვდა, რომ არ ვიცი, შეიძლება რაღაცა წლებია ურთიერთობაში ხართ ამ ადამიანთან, მაგრამ ეხლა მიხვდა და ეხლა გაანალიზა, რომ მგონი უყარხართ და რაღაცა სხვანაირი ემოციის მომენტები აქვს თქვენთან მიმართებაში. თუმცა მე ესე ვიტყოდი, რომ ეს ადამიანი მართლაც საყრდენი ადამიანიც არ ჩანს რატომღაც, იმიტომ რომ თითქოს როგორი მომენტი აქვს, იცით, რომ ჩამოუყალიბებელი პიროვნების მდგომარეობას უფრო მისახავს რატომღაც ადამიანი, რომელიც რეალურად არ არის ჩამოყალიბებული თავის აზრებთან მიმართებაში, ძალიან იმპულსურია. ნახეთ, როგორი მომენტი არის, ანუ ადამიანი არის იმპულსური, რაღაცა ემოციებს აყვება, მერე ჩერდება, მერე ისევ აყვება ამ ემოციებს, მერე ისევ ჩერდება. ხო, რაღაცნაირად ხასიათების ადამიანიო, რო იტყვენ, რაღაცა ეს მსგავსი ტიპაჟი წამოვიდა. თუმცა, ახლა ამ ეტაპზე თითქოს თქვენთან მიმართებაში, ახლა მე ერთის მხრივ შეიძლება ითქვას, რომ არ არის თქვენთან ურთიერთობაში, მაგრამ ურთიერთობაში არ არისაც არ არის. აი რაღაცა არც არის და თან არის რაღაცა ეს მომენტი, თითქოს უფრო არის. ხვდებით, აი ვერ გაგიგიათ ჯერჯერობით, ანუ საერთოდ ამთავრებს ურთიერთობას თუ აგრძელებს. ხო, რაღაცა თითქოს ცოტა ხანი პაუზაზე გავედი ან რაღაცა 1-2 დღე მჭირდება, უნდა დავფიქრდე, რაღაც ესეთი ენერგიები მოდის. თქვენ რა ენერგიებში ხართ, ვინ ხართ? თქვენ აშკარად წინ გინდათ სვლა, თქვენ სულ აქტიურ მდგომარეობაში ხართ, სულ ცდილობთ რომ რაღაც შეცვალოთ თქვენ ცხოვრებაში, უკეთესობისკენ რა თქმა უნდა, მაგრამ როგორი მომენტია, აი ეხლა თითქოს თქვენც კარგად დაღლილი ხართ, თქვენც უკვე აღარ იცით როგორ უნდა მოიქცეთ ამ სიტუაციაში. ნახეთ, მე ესე ვიტყოდი, შეიძლება ეს ადამიანი იმდენჯერ წავიდა და მოვიდა, რომ უკვე აღარ იცით, საერთოდ მიიღოთ კიდე თუ რა გააკეთოთ. ხო, ანუ თქვენ გინდათ აქტიურობა, თქვენ გინდათ წინსვლა, თქვენ გინდათ რაღაცა ცვლილებების მდგომარეობა, მაგრამ აშკარად აქ პაუზის მომენტი არის, აქ აშკარად იმდენად გადაიღალეთ თქვენს, რომ ხო არ დავასრულო, ხო არ შევეშვა საერთოდ ამ ურთიერთობას, რატომღაც ესეთი ფიქრები მოგდით თქვენს. თითქოს უკვე თქვენს ვეღარ ხედავთ გამოსავალს, რა უნდა გაკეთდეს, ხო, აი ესე მართლა კარუსელზე ყოფნა, მაგდათ ნამდვილად არ არის, ხო, რაღაცა სასიამოვნო და აი აქ მიდი-მოდის მდგომარეობა, თქვენ თითქოს როგორი მომენტია, ისეთ რომ აი ერთხელ მეტკინოს და დამთავრდეს, ერთხელ რაღაცა გადაწყდეს, ოღონდ გადაწყდეს, ხო, რაღაც ეს მომენტი არის რა, საბოლოო ჯამში ან ისე იყოს, ან ესე იყოს. კარგით, მაინც ნახოთ კონკრეტულად რა ხდება თქვენს ურთიერთობაში, რა ურთიერთობაში ხართ ახლა. ხო, იცით როგორი მომენტი არის, მე ესე გეტყოდით, რომ აქ არ არის ურთიერთობა ნამდვილად დასრულებული, აქ ურთიერთობაში ნამდვილად ხართ, მაგრამ აქ არის ცოტა გაურკვეველი ურთიერთობა, გაურკვეველი, იმიტომ რომ სამკუთხედის სიტუაციასაც მისახავს, ვიღაცებისთვის შესაძლებელია იყოს ის მომენტი, რომ სამსახურებრივი ურთიერთობა არის და შესაბამისად იცით, რომ სხვა სიტუაციები ცოტა რთული მომენტი იქნება და სამსახურის
მდგომარეობაში ვერც აჩენთ ამ სიტუაციას, თუმცა მაინც რატომღაც აქ როგორც ჩანს ცოტა ისეთი კანის მინდა ხოლმე რა ურთიერთობაში ხართ, აქ არის ურთიერთობა, სადაც შეიძლება ითქვას, სამკუთხედია აქ აშკარად ურთიერთობა, ესე ვიტყოდი, აქ იცით რომ ერთ-ერთ მხარეს ყოველ შემთხვევაში პარტნიორს ყავს თუ თქვენ ყავთ, არ აქვს მნიშვნელობა. არსებობს ადამიანი, არსებობს ურთიერთობა და შესაბამისად თქვენი ურთიერთობა უკვე რაღაცა ცოტა ისეთ კი არის შეხვედრაც, კი არის მიმოწერაც, კი არის, მაგრამ სადღაც უნდა დასრულდეს, ხო, რაღაც უნდა გადაწყდეს უკვე ეხა აღარ თქვათ ესე გაგრძელებაც თითქოს უკვე შეუძლებელია და თან ის მომენტიც არის, რომ თქვათ ორივე მხარემ ვიცოდით ხო, თქვათ რა და როგორ და რანაირად იყო და რაღაცა ვიყავის სანახმა ესეთ ურთიერთობაზე, როგორიც აქამდე იყო, მაგრამ რაღაცა როგორც ჩანს, აქ ჩიხშია შესული სიტუაცია, იმ მხრივ რომ აშკარა ცვლილებებისთვის ვართ, ხო, მზად, განსაკუთრებით ის მხარე, ვინც მიყურებს. კარგით. მაინც კიდევ ერთხელ მინდა დამითხარი, რა ურთიერთობა არის, ანუ რა არის ეს ურთიერთობა. აქ ემოციური ურთიერთობა არის, აი ადამიანებს აშკარად წყვილში ხართ, აშკარად გააქვთ ემოციური მდგომარეობა, ვერ ვიტყვით ასების მეფეთ, ასების დედოფალი, აქ რაღაცნაირად ეს ემოციური დამოკიდებულება, შეიძლება ითქვას, რომ სიყვარულის მომენტიც არის, იმიტომ რომ ხა რაღაცა გაჩნდა ხო რაღაცა გრძნობები ხო რაღაც ურთიერთობისკენ, მაგრამ აშკარად ესეთი მომენტია, მიუხედავად ისა, რომ აი ვიყვარს ერთმანეთი, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს რაღაც სურვილი ერთად ყოფნის, აქ არის რაღაც მიჯაჭვულობის მომენტებიც, აქ არის ისეთი გაურკვეველი მომენტები, საიდანაც აშკარად უნდა გამოვიდეთ, იმიტომ რომ სხვანაირად ფიზიკურად არ გამოვა, იმიტომ რომ აქ ახლა არსებობს კონკრეტული იმპერატრიცა, როგორც ჩანს, პარტნიორს ყავს კონკრეტული შესაძლებელია თქვენც აღიქვამებოდეთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თქვენ ამოდიხართ ასების დედოფალი, შესაბამისად ეს უკვე მისი პარტნიორია. იცით რომ აქ დასასრული უნდა იყოს, კი, გასაგებია რომ რაღაცა ფლირტის და რაღაც ემოციური მომენტები გადავეზარდა უფრო ძლიერ გრძნობებში, ორივე მხრიდან როგორც ჩანს, მაგრამ ისიც ვიცით რომ აქ ურთიერთობას ესე ყოველ შემთხვევაში ამ ფორმატით რა ფორმატშიც ხართ ვერ გააგრძელებთ, ხო? ეხლა თუ ადამიანი დატოვებს ოჯახს და წამოვა და რაღაცას შემოგთავაზებთ, ეს სხვა თემაა, სხვა საკითხი აბსოლუტურად. მაგრამ ეხლა ესე როგორც ხართ, ამის გაგრძელება კიდე დიდხანს ფიზიკურად შეუძლებელია, რაღაცა ეს მომენტი ნამდვილად ისახება, როგორც ჩანს. აქ იმიტომ ხართ თქვენს რაღაც გაურკვევლობაში არ იცით როგორ მოიქცევა ეს ადამიანი, იმიტომ რომ რაღაც მომენტში ესე ვთქვათ, ჩაიკეტა ხო, გავიდა პაუზაზე, რაღაც გაგერიდათ ცოტა ხანი მაინც, იცით როგორი მომენტია, გაგერიდათ და ჩაგეკეტეთ, ახლა კიდევ ერთხელ გავდივართ, ეს შეიძლება არ იყოს მაინდამაინც ის მომენტი, როდესაც ადამიანი საერთოდ იკეტება და არ აქვს კონტაქტი. აქ თქვენ გააქვთ კონტაქტი, გააქვთ შეიძლება მიმოწერის სახით, გააქვთ შეიძლება რაღაცა კომუნიკაცია, რომელიც აუცილებელია თქვათ რაღაც სამსახურებრივი კუთხით. აქ გააქვთ რაღაცა გადაკვეთის წერტილი, სადაც გინდათ არ გინდათ, უნდა შეხვდეთ და ნახოთ ეს ადამიანი, მაგრამ აი როგორც ასეთი არის რაღაც ის პირად ინტიმური სულიერი მდგომარეობაში ხო, თითქოს ცოტა უფრო ჩაკეტილი ჩანს ეს ადამიანი, ხო, რაღაცა ცოტა ხანი მადროვე გაგერიდები, რაღაცა გავაანალიზოთ და რაღაცა ესე ვიმოქმედოთ, აი რაღაცა ეს მომენტი მოდის. კარგით, რას ფიქრობს ეს ადამიანი თქვენთან მიმართებაში? აი თქვენთან მიმართებაში ახლა ეს ადამიანი ფიქრობს იმას, რომ ძალიან დიდი ბრძოლები მოუწევს ყველაფერთან ერთად, ესე ვიტყოდი
ვიტყოდი, ძალიან დიდი არჩევანის წინაშე დგას, რა თქმა უნდა, არჩევანის წინაშე, სადაც არ იცის როგორ უნდა მოიქცეს, მაგრამ რას ფიქრობს იმას, რომ რაღაცნაირად დრო გაწელოს იქნებ, იმიტომ რომ მოუწევს ძალიან დიდი ბრძოლა და უწევს კიდევაც თავის თავთან შეიძლება ითქვას რაღაცა ბრძოლის მომენტი აქვს, მას უნდა რომ ცოტა ხანი გაგერიდოთ და საერთოდ რო იტყვიან განდეგილის მდგომარეობაც მიიღოს, შეიძლება ითქვას, ხა კიდევ ერთხელ განვი თქვენ თუ აქ რაღაცა სავალდებულო გადაკვეთის წერტილები გაქვთ, რა თქმა უნდა, ესე მარტივად ვერ გაგერიდება, თუმცა თუ რაღაცა შესაძლებლობა ექნება, მაქსიმუმად ყოველთვის ეცდება რომ გაგერიდოთ, ყოველთვის ეცდება რომ რა ვიცი, ჭრდილში დადგეს, ხო, რაღაცა ის უნდა აი ესე ვთქვათ, სამსახურებრივი თემასთან მიმართებაში რომ ვთქვათ, ხო, ეს სიგარეტის მოსაწევად რომ გახვიდეთ, ესე პირობითად ვიძახი, ეცდება რომ სანამ თქვენ არ დაბრუნდებით თქვენ ადგილზე, თქვათ, ისიც თუ ეწევა არ გავიდეს, ხო, რაღაცა არ მოხდეს თქვენი შეხება, რაღაცნაირად არ მოხდეს თქვენი გადაკვეთა. კარგით. მოდით ესე ვიკითხოთ, მაშინ რა უნდა თქვენგან ამ ადამიანს, რა უნდა თქვენგან ამ ადამიანს? მოდით ესე გეტყვით, რა უნდა ამ ადამიანს? ეს ადამიანი ხდება, რომ აქვს პასუხისმგებლობები, ძალიან კარგად იცის ეს ყველაფერი, რა უნდა ამ ადამიანს? თქვენგან ხან ნახეთ ცოტა ესეთი მომენტი არის, ადამიანი ცოტა ხასიათების ადამიანიც არის, ესე გეტყვით, კიდევაც გითხარით, მას აქვს თავისი პრინციპები, თავის რაღაცა მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობები, რომელსაც ესე მარტივად არ გადავა და თქვენგან რა უნდა ესე რომ ვთქვათ, მას უნდა რომ შეინარჩუნოს იმპერატორის სტატუსი თავის იმპერატრიცასთან ერთად, ესე რომ ვთქვათ, ანუ მას უნდა რომ შეინარჩუნოს ოჯახი და უჭირს ის მდგომარეობა, რაც ეხლა არის და რაღაცნაირად მე მგონი აქ როგორი მომენტია, იცით, მე მგონი კი აი ადამიანს უნდა რომ მოდით ესე გეტყვით, თქვენ თვითონ გაეცალოთ და არა თვითონ გაგეცალოთ, ხდებით? ანუ რაღაც მომენტში შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი ცდილობს ისე დააყენოს საკითხი, რომ თქვენ გადადგათ ის ნაბიჯი, რომ გახვიდეთ მისი ურთიერთობიდან და მისცეთ საშუალება, ესე რომ ვთქვათ, ადამიანს ჰქონდეს თავისი ოჯახი შეინარჩუნოს, ხო? აქ არ ვიცი, რატომღაც თითქოს ისეთი მომენტი არის, რომ ადამიანი იცით როგორი რაღაცა არის, აი ისეთ სიტუაციაშია თითქოს ადამიანი, როდესაც სხვა გზა აღარ რჩება თუ არ წავა იმ ურთიერთობიდან, სადაც თქვათ ოჯახი გაქვს და სტაბილურობა აქვს, თქოს რაღაცა ეს მომენტი მოდის. რა უნდა ამ ადამიანს? უნდა რომ უბრალოდ გქონდეს თქვენგან ემოციები, გქონდეს თქვენგან რაღაცა ისეთი მომენტი, მაგრამ არა ვალდებულებით და თუ კი თქვენ ამ ვალდებულებას მაინც მიაწვევით, ესე რომ ვთქვათ, მაინც გინდათ რომ ვალდებულება აიღოს ამ ადამიანმა და მაქსიმალურად ისე ვთქვათ, ჩიხში შესული, მაგ შემთხვევაში უნდა რომ თქვენ თვითონვე გაეცალოთ ამ ადამიანს. თვითონ რას გააკეთებს? ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აი მართლა გეუბნებით, არ ვიცი რატომღაც, აი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ადამიანი გავიდეს ურთიერთობიდან, ადამიანმა რატომ მოდის ესეთი გაშლა, ვერ ხვდები, მაგრამ იცით რა არის, აი აქ თვითონ რას გააკეთებს. ну არ ვიცი, თვითონ ასკარად ადამიანი ეცდება, რომ თვითონ არ გავიდეს ურთიერთობიდან. არც დიდად არ ჩადებს თქვენს ურთიერთობაში კიდე რაღაცა ისეთ იმას მდგომარეობას, მაგრამ ნახეთ როგორ იქნება, არც გაგეცლებათ თვითონ და არც რეალურ ნაბიჯს არ გადმოდგავს რამე ისეც, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანი. ანუ ნახეთ, ადამიანი ყველანაირად ეცდება იმანიპულატოროს, ყველანაირად ეცდება, რომ გააკეთოს ისეთი სიტუაციები და ისე მდგომარეობები, რომ არც დაგკარგოთ ბოლომდე თვითონ.
რატო იქცევა ეს უბრალოდ ვერ ხვდები? ანუ პრინციპში ხა ცოტა ისეთი ემოციები აქვს, მაგრამ რატო იქცევა ესა? განთავისუფლება უნდა ამ ადამიანს. აშკარად ძალიან უნდა, რომ იცით რა მომენტი არის, აი შეიძლება ესე ვიტყვი, რომ მას იმისიც ეშინია, რომ თავად თუ გავა ურთიერთობიდან, მერე თქვენ ისე არ გამწარდეთ და არ გაბრასდეთ და ისე არ მოატრიალოთ სიტუაცია, რომ სადაც საჭირო არ არის, იქ გაიგონ მისი რაღაცა ქმედებები. აქ სამკუთხედი არის, აი თუ თქვენი თუ არ ხართ სამკუთხედში და დარწმუნებული არ ხართ, რომ ხართ სამკუთხედში, ნუ აზრი არ აქვს რო უყურთ აქ, იმიტომ რომ სამკუთხედის მდგომარეობაა და ნახეთ როგორი მომენტი არის. ადამიანი რა ნაბიჯებს გააკეთებს, თვითონ რას გააკეთებს თქვენთან ერთად, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თან ბედნიერად გაგზნობინოთ თავი, თან გაგეცალოთ, თან რაღაცნაირად თავის ეგოს დაიკმაყოფილოთ, თან გაურკვევლობაში მოგაქციოთ, აქ ადამიანი ეცდება ყველანაირად, რომ ნახეთ როგორი მომენტი არის, თქვენ მიგაღებინოთ ყველა ის გადაწყვეტილება და რომ გამოვიდეს ამ სიტუაციიდან სუფთა. თქვენ დაგაშლებინოთ ურთიერთობა და თქვენ გახვიდეთ ურთიერთობიდან, იმიტომ რომ ამ ადამიანს შეიძლება ითქვას, რომ მას აქვს იმის მდგომარეობის შიშიც, ესე ვიტყოდი, რომ ეს სიტუაცია არ გამჟღამდეს, არ მივიდეს იქამდე, სადამდეც არ უნდა რომ მივიდეს და მერე უარესი არ მოხდეს, ხო, რაღაცა ესეთი მომენტი არის. აქ თითქოს ესე ვიტყოდი, ძალიან ესე ხო, აი თან ურთიერთობა უნდა, თან რაღაცნაირად აქვს თქვენს მიმართ ისეთი მომენტები, რაღაცა ვერც გელევად, სიმართლე გითხრათ, ვერც გელევად ბოლომდე ეს ადამიანი, მაგრამ ნახეთ როგორი მომენტი არის, თუ თქვენ ამ ადამიანთან მიმართებაში და ურთიერთობაში დახრით თავს და მიიღებთ იმას, რაც არის და როგორც არის, ხვდებით, ანუ უბრალოდ შეხვედრები, უბრალოდ რაღაცა ურთიერთობა, უბრალოდ კომუნიკაცია. მაგ შემთხვევაში აქ ძალიან ნორმის ფარგლებში იქნება ურთიერთობა, ხვდებით, ანუ ისე გაგრძელდება, ემოციებსაც მოგცემთ, თქვენც მისცემთ, სასიამოვნოდ იქნება, მაგრამ ნახეთ, ყოველთვის რაღაცა თავის სტრატეგიით იქნება, ხვდებით, ანუ თქვენს მდგომარეობასთან, ანუ მის მდგომარეობას ამორგების მდგომარეობა იქნება აქ. და თუ თქვენ გექნებათ რაღაცა ესეთი მომენტი, როდესაც რომ მე მინდა რომ რაღაცა ნუ ჩამომაყალიბო, კარგი თუნდაც გამარკვიო. ნახეთ, ხო არის ახლა სულ არ მინდა არავის ცოლობა, მაგრამ მინდა რომ გამარკვიო, რა ქვია ჩვენს ურთიერთობას, ხო? ანუ რა დონემდე ვართ მისულები. არც შენ სახელად წამოყვანა მინდა და არც არაფერი, ხო, არის ესეთი მომენტებიც, ხო? აქ რაღაცა ესეთი მომენტია. მე არ ვიცი აქ ვისთვის არის კიდე ანუ უფრო ესეთი მომენტი, რატომღაც ახლა წამომევიდა ის მომენტის, რომ აქ შეიძლება იყოს ის მომენტიც, რომ ადამიანი რატომღაც მოდის ეს ინფორმაცია. ნუ არ ვიცი, აქ რაღაცა მომენტში შეიძლება ითქვას, რომ არ ვიცი რატომ მოდის ეს ინფორმაცია, მაგრამ მოდის აქ შეიძლება ის მომენტი არის, რომ თქვათ თქვენ ვინც უყურებთ, უკვე იმ ასაკში ხართ, რომ შვილი გინდათ, იმ ასაკში ხართ, რომ რაღაცა მომავალი გინდათ და ნუ თქვათ, კარგი ვიქნები შენს გვერდით, მაგრამ ნუ ერთი შვილი მაინც მინდა რომ მყავდეს, ხო, ჩემი, რა ვიცი, მე დარჩები ჩემთან თუ წახვალ თუ აი რატომღაც ბავშვის მდგომარეობაც მომდის აქ. მაგრამ როგორ გითხათ, ამ ადამიანთან თუ არ დასრულდა, არ არსებული არის, რომ ამ ადამიანმა რაღაცა დაასრულოს იქ. მაგრამ არც თქვენთან არასრულებს, ნუ არა, არც თქვენთან არასრულებს და არც იქ არასრულებს ეს ადამიანი. ნუ მზად არის იმისთვის, რომ ორ სკამზე იჯდეს, როგორღაც
ოღონდ ოღონდ არ უნდა გასკდეს ეს ამბავი, ოღონდ არ უნდა გამჟღავნდეს ეს ამბავი და პოზიციები როგორც არის ახლა გადანაწილებული, აი ესე უნდა იყოს. მის იქეთ არანაირი მომენტი არ არის. ანუ ქმედება ამ ადამიანისგან, ანუ არაფერი რაღაცნაირად შენარჩუნება იმის, რაც არის. და თუ თქვენ კიდევ ერთხელ გეუბნებით, გექნებათ ის სურვილი, რომ რაღაცა ოჯახის, შვილის, ყოლის და რაღაც სერიოზული ურთიერთობების ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თქვენ მიიღოთ ის გადაწყვეტილება, რომ ამ ადამიანისგან გახვიდეთ ურთიერთობიდან. კარგით, აქვს თქვენს ურთიერთობას რაიმე პერსპექტივა საერთოდ, აქვს თქვენს ურთიერთობას პერსპექტივა? აი რა გითხრათ პერსპექტივასთან მიმართებაში, თუ თქვენ შეეგუებით იმას, რომ უბრალოდ ემოციური ურთიერთობა გქონდეთ, უბრალოდ გქონდეთ შეხვედრები, ფარული შეხვედრები, რაღაცა ისეთი არაფერი ისეთი ზედმეტი, ძალიან კარგი და სტაბილური ურთიერთობა გექნებათ. ანუ პერსპექტივა როგორც ასეთი ურთიერთობას არაფერი არ აქვს. ის რაც არის, იმის იქეთ. სამწუხაროდ. ის რაც არის, იმის იქეთ. უბრალოდ გავა დრო, უბრალოდ დაიკარგება დრო და არც არაფერი ისეთი მნიშვნელოვანი არ მოხდება და არ შეიცვლება. მოგეთ აი ესეთი გამოვიდა სამწუხაროდ, მე ბედნიერ ურთიერთობებს გისურვებ, წარმატებას იცემობ თქვენთაგან და სწორი ადამიანები ყოფილიყვნენ ყოველთვის თქვენს გარშემო. მეგობრებო, დროებით.